თბილისში უწყვეტი პროტესტი გრძელდება. 52 დღეა მოქალაქეები ქართული ოცნების 28 ნოემბრის გადაწყვეტილებას აპროტესტებენ და ხელახალი არჩევნების ჩატარებასთან ერთად აქციებზე დაკავებულების გათავისუფლებას ითხოვენ. რუსთაველის გამზირზე შეზღუდულია საავტომობილო მოძრაობა. საპროტესტო აქციები იმართება ქვეყნის ყველა დიდ ქალაქში. პოლიტიკური შეფასებები მოჰყვა ქართული ოცნების პოლიტსაბჭოს განცხადებას, რომელიც გავრცელდა მას შემდეგ, რაც დიდი ბრიტანეთის თემთა პალატაში ბიძინა ივანიშვილის დასანქცირების ინიციატივა შევიდა. ოცნების პოლიტსაბჭო აცხადებს, რომ ბიძინა ივანიშვილისთვის სანქციების დაწესების შემთხვევაში დიდი ბრიტანეთის როგორც სამართლის უზენაესობისა და ადამიანის ძირითად უფლებებზე დაფუძნებული სახელმწიფოს ავტორიტეტის საბოლოოდ ჩაბარდება წარსულს. იმ ფონზე, რომ Deep State-მა, ანუ გლობალურმა ომის პარტიამ არაერთი სახელმწიფო ფიზიკური განადგურებისთვის გაწირა, დიდი ბრიტანეთის სახელმწიფოებრივ მორალური განადგურება და დაკნინება ბევრად ნაკლებად ტრაგიკული მოვლენაა. წერია ოცნების პოლიტიკური საბჭოს განცხადებაში. ოპოზიციის თქმით, ქართული ოცნება ცდილობს დიდი ბრიტანეთი, ამერიკა და ევროკავშირის ქვეყნები საქართველოს მტრად შერაცხონ. გიორგი გახარიას პარტია სასტუმრო შერატონისგან მათი პარტიის ლიდერზე განხორციელებული თავდასხმის ამსახველი ვიდეო კადრების გადმოცემას ითხოვს. მათი განმარტებით არსებობს საფუძვლიანი ვარაუდი, რომ სასტუმროს ადმინისტრაციაზე ზეწოლა მიმდინარეობს. გახარიას გუნდის განმარტებით ძალადობრივი ქმედებები დეტალურ გამოძიებას საჭიროებს, თუმცა ობიექტური გამოძიების იმედი არ აქვთ. ოცნება არის შეშინებული არის იმ მედეგობით, რომელიც ქართულმა ხალხმა აჩვენა და ბიძინა ივანიშვილმა ძალიან კარგად იცის, რომ გიორგი გახარია მისთვის არის ყველაზე დიდი საშიშროება და საფრთხე, რომელიც არჩევნების წინ კიდევ ერთხელ ძალიან კარგად გამოჩნდა. გიორგი გახარიასა და მთელ გუნდზე არაერთხელ წამოსულა მუქარა დაშინებით მცდელობა, მაგრამ რა თქმა უნდა ისიც კარგად იცის ბიძინა ივანიშვილმა, რომ ჩვენი გუნდი არ უშინდება იმ ქმედებებს, რომელიც მათ ახასიათებს. საქართველოში ამერიკის შეერთებული შტატების საელჩო განცხადებას ავრცელებს. ადამიანების მიზანში ამოღება, გამოხატვის თავისუფლებისა და ფუნდამენტური უფლებებით სარგებლობის გამო ძირს უთხრის საქართველოში სამართალს, დემოკრატიასა და კანონის უზენაესობას. ამერიკის შეერთებული შტატების საელჩოსა და სხვა დიპლომატიური კორპუსის წარმომადგენლები დაესწრნენ საქართველოს იმ მოქალაქეების სასამართლო პროცესებს, რომლებიც დაკავების ან პატიმრობის დროს სავარაუდოდ პოლიციამ სცემა ან მათზე იძალა. ნათქვამია განცხადებაში. ამერიკის შეერთებული შტატების სახელმწიფო დეპარტამენტის სპიკერი საქართველოსთან დაკავშირებით მორიგ განცხადებას ავრცელებს. კაცრად ვგმობთ ძალადობას საქართველოს მშვიდობიანი მოქალაქეების, მომიტინგეების, ჟურნალისტების, ოპოზიციის წარმომადგენლების, მათ შორის გიორგი გახარიას მიმართ. მეთიუ მილერის განცხადებით, ეს არის ქართული ოცნების რეპრესიული ტაქტიკის კიდევ ერთი მაგალითი, რომელიც ქვეყანას იზოლაციაში დატოვებს. ამერიკის სენატის საგარეო ურთიერთობათა კომიტეტის უფროსმა წევრმა ჯიმ რიშმა საქართველოსთან დაკავშირებით ამერიკის ხმასთან მწვავე განცხადება გააკეთა. ჩვენ საქართველოთი ბოლო დროს იმედგაცრუებულები ვართ და იმედი გვაქვს, რომ საქართველოში მცხოვრები ხალხი აიღებს კონტროლს და გააკეთებს იმას, რისი გაკეთებაც ჩვენ გგონია, რომ მას სურს და საქართველო გახდება დასავლეთისკენ მიმართული დემოკრატია, აცხადებს ჯიმ რიში. საზოგადოებას ქართულ პოლიტიკურ პროცესზე კონტროლი აქვს არჩევნების გზით. ქართული საზოგადოება აკეთებს არჩევანს და ირჩევს ხელისუფლებას. შესაბამისად, ეს არის საუკეთესო, რაც შეიძლება დემოკრატიულ ქვეყანაში გააკეთოს დემოკრატიულმა საზოგადოებამ. დანარჩენი, რაც გულისხმობს ჯიმრიში, ალბათ უკეთესი იქნებოდა მას დაეკონკრეტებინა, თუმცა გარკვეული ეჭვები ყველა შეიძლება გქონდეს, რაც გულისხმობს და რომელი საზოგადოების რა ნაწილზე არის საუბარი მის განცხადებაში. შვედეთ საქართველოს საპარლამენტო მეგობრობის ჯგუფმა მიიღო გადაწყვეტილება დაუყოვნებლივ შეწყვიტოს ყველა კონტაქტი საქართველოს პარლამენტთან. ჯგუფი არ ეთანხმება ახალი პრეზიდენტის არაკონსტიტუციურ დანიშვნას და საქართველოში ახალი არჩევნების ჩატარების მოწოდებით გამოდის. ჩვენ ქართველი ხალხის გვერდით ვდგავართ. წერს შვედეთის პარლამენტის წევრი, ევროპის საბჭოს თავდაცვისა და საპარლამენტო ასამბლეის კომიტეტის წევრი გუსტავ გოტბერგი.
საერთაშორისო უფლებადამცველმა ორგანიზაციამ Human Rights Watch-მა ანგარიში გამოაქვეყნა, სადაც აღნიშნულია, რომ საქართველოს მთავრობამ 2024 წელს ქვეყანა ადამიანის უფლებათა კრიზისამდე მიიყვანა. ლაბარაკია სამართალდამცველების ძალადობრივ მეთოდებზე მშვიდობიანი დემონსტრანტების წინააღმდეგ. წრომსადენი გაზის, წყლის ჭავლის, რეზინის ტყუებისა და სხვადასხვა სახის ფიზიკური ძალადობის გამოყენებით. ესტონეთის პარლამენტის საგარეო ურთიერთობათა კომიტეტის თავმჯდომარე მარკო მიხელსონი აცხადებს, რომ ნატომ უკრაინისა და საქართველოს ალიანსში გაწევრიანებასთან დაკავშირებით პირობა უნდა შეასრულოს. ნატომ ჯერ კიდევ 2008 წელს გადაწყვიტა, რომ უკრაინა და საქართველო გახდებიან ალიანსის წევრები. ნატომ მათ შორის ამერიკის შეერთებულმა შტატებმა და გერმანიამ თავისი სიტყვა უნდა შეასრულონ, წერს მიხელსონი. გერმანიის საგარეო საქმეთა მინისტრი ანალენა ბერბოკი საკუთარი ქვეყნის მთავრობას უკრაინის დახმარებასთან დაკავშირებით ყოყმანის გამო აკრიტიკებს. პოლიტიკოს ინფორმაციით ეს გერმანიის მინისტრთა კაბინეტში ღრმა განხეთქილებაზე და საარჩევნო კამპანიის ფონზე მთავარ პოლიტიკურ პარტიებს შორის მზარდ უთანხმოებაზე მეტყველებს. დონალდ ტრამპის ინაუგურაციამდე 3 დღე რჩება. ამერიკის ახლად არჩეული პრეზიდენტის განცხადებით, ჯო ბაიდენი ყველაფერს აკეთებს იმისთვის, რომ ძალაუფლების გადაცემის პროცესი გაართულოს და მომავალ პრეზიდენტს მაქსიმალურად ბევრი პრობლემა დაუტოვოს გადასაჭრელი. ამერიკის არჩეულმა პრეზიდენტმა ბაიდენ შტატების ისტორიაში ყველაზე საშინელი პრეზიდენტი, მის ქმედებებს კი სამარცხვინო უწოდა. უნგრეთის პრემიერ-მინისტრი მსოფლიოში ახალი რეალობის დაწყებაზე საუბრობს. ვიქტორ ორბანის განცხადებით, დონალდ ტრამპის ინაუგურაციის შემდეგ ახალი ეპოქა დაიწყება. ამიტომ ევროკავშირი ახალ რეალობას უნდა შეეგუოს. ვიქტორ ორბანი ამბობს, რომ ევროკავშირმა რუსეთის წინააღმდეგ დაწესებული სანქციები უნდა გააუქმოს და მოსკოვთან დიალოგი განაახლოს. უნგრეთის პრემიერ-მინისტრმა ეს განცხადება მას შემდეგ გააკეთა, რაც ამერიკის სახელმწიფო მდივნობის კანდიდატმა მარკ რუბიომ არ გამორიცხა, რომ ანტირუსული სანქციების მოხსნა უკრაინაში ომის დასრულებაზე მოლაპარაკებების ერთ-ერთი ბერკეტი იქნება.